ის რაც მისაღებია მამაკაცი ლიდერისთვის, თითქმის მიუღებელია ქალი ლიდერისთვის, ხო? იმიტომ რომ იქ ერთვება ემოციები, ემოციურობას აბრალებენ, რომ არის ჰისტერიული, ჰისტერიულობას აბრალებენ, რომ არის სიტყვაზე აგრესიული, თუმცა არის ისეთი მიმართულებები, სადაც ქალი უპირობო ლიდერია, რაც არის კომუნიკაცია, მაგალითად მაღალი ემოციური ინტელექტი, შეცნობა გარემოში რა ხდება, ადამიანები რას განიცდიან, მართვა, კრიტიკული და სტრესული სიტუაციების, ანუ იგივე ცვლილებების მენეჯმენტის, იმიტომ რომ ქალი უკეთესად ისმენს, იმიტომ რომ ქალს განვითარებული აქვს მოსმენის კულტურა, იმიტომ რომ სჭირდებოდა ოდითგანვე. არ არის აქ თანასწორობა. არ არის არა მარტო საქართველოში, არამედ სამყაროშიც დისბალანსია და იმიტომ არის ყბადაღებული ეს თემა. თუმცა გარკვეულ ეთიკურ ფარგლებს არის გაცდენილი და რეალურად ეს ჩემი გადმოსახედიდან უფრო აზიანებს სიტუაციას, ვიდრე ადგება სიტუაციას. თუმცა ის, რომ ჩვენი ანაზღაურება მაგალითად ბევრად ჩამორჩება საქართველოში შეუსწორებელი ანაზღაურების განსხვავება გენდერ შორის არის 31.7%. 2/3-ს გამოვიმუშავებთ რა მამაკაცის შემოსავლის და ეს არის იგივე რომ უფასოდ მუშაობდე ორთვე ნახევარი, ანუ ერთი და იგივე პოზიციაზე, ქალი და კაცი, ქალი მუშაობს ორთვე ნახევარი უფასოდ. იმიტომ რომ უბრალოდ ნაკლებს გამოიმუშავებს. ან 3 საათის მერე არ უხდიან. წარმოიდგინე 7-მდე სამსახურშია, მაგრამ 3 საათის შემდეგ არ უხდიან. აქ კიდე თანასწორობა არ არის, რა თქმა უნდა, იმაში, რომ თანდაყოლილი აქვს დედობისთვის დამახასიათებელი საქმიანობები და საოჯახო საქმეები არ არის თანაბრად განაწილებული. შესაძლებელია ეს უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი ჩვენს კულტურაში, ვინაიდან და რადგანაც სახლის დალაგება, თეთრეულის მოწესრიგება თუ საყოფაცხოვრებო, ასე ვთქვათ, სისუფთავის დაცვა ძირითადად ქალის პროფილის ნაწილია. 45 საათს ამბობენ, რომ ქალი კვირაში სახლშიც მუშაობს, მაშინ როდესაც კაცი დაახლოებით 15 საათს მუშაობს სახლის საქმეებში. როდესაც ქალი ეძებს სამსახურს, ის უფრო ხშირად თანხმდება იმაზე დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე მას ეს უნდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახური კონდეს. და მე ვფიქრობ, რომ მე იქ გაიზრდება, იქ მოუმატებენ, იქ შეამჩნევენ. მამაკაცი სხვანაირი სტრატეგიით ოპერირებს, ანუ ართმობს და ანუ იმდენად კარგად სჯერა თავისი უნარების და იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის, რომ ეს რაღაცა მაღალი ნიშნულით დაიწყოს, რომ რეალურად ურჩევნია უმუშევარი იყოს, ვიდრე კონდეს სამსახური, სადაც შესაბამის ოდენობის თანხას მისთვის სამყოფს არ გამოიმუშავებს.